122 დღეა ჭიათურაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. მაღაროელები დღეს კომპანიასთან შეიკრიბნენ და კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვდნენ. სანატორიუმთან მისული მაღაროელები ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მაღაროელები დირექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხვალამდე დაიცდიან, რათა ხელფასებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღოს. ისინი სხვა მაღაროელებს საპროტესტო კარავთან შეკრებისკენ მოუწოდებენ. Sada war wazdaven zma 4 თვე ხელფას რა ვაგებინე. მოუდგებით ვიჯო, ნუ იცავთ ვიჯო დამნაშავეებს ვიჯო. აქ ხდება კანონიერად ყველაფერი შეხვედრა და ოფიციალურად ჩვენგან არა, ხო? ხელფასი დაგვირიცხეთ დროზე რაც მეკუთვნით. არ არის დასაცავ. მოიყვანეთ. აბა ვის ველაპარაკობთ? მაშინ გაგვეცი პასუხი შენ ხო ხარ მოსული აგე. შენ გაგვეცი პასუხი მაშინ კაცო. ხო, შეხვედრა გვინდა. ვის ისწავლება სიცოცხლე? ეს შენობა ხო ჩვენ გვეკუთვნოდა. დირექტორი. ხალხის უფლებები უნდა დაიცა, დირექტორის უნდა დაიცა. მაგარი ნეიტრალური მხარე ხართ, მაგარი უსაფრთხოება ხართ. ჩვენ უსაფრთხოებაზე ვიზურდა. უსაფრთხოება უნდა დაიცა, ვის ასიცავ თქვენ გას. რა გვეკუთვნის ხელფასი, თუ არ გვეკუთვნის ისიც. ბოლო ხელფასებზე რაღა იყოთ მართლა. ვართ მოსულები სანატორიუმის მდებარე ტერიტორიასთან ვითხოვთ იმკუთვნილი 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას, რაც კომპანიას აქვს ვალდებულება ჩვენ წინაშე რომ გადაიხადოს. და რაღაც ცდელობა და ის იყო რომ თითქოს ხვალ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ და ამაზე განვიხილოთ. მე პირდაპირ ვიტყვი და ჩემი აზრი იყო ესეთი და დამეთახმა უმრავლესობასთან ყველა დამეთახმა რომ ჩვენ იმ საქმეზე არ დავჯდებით სალაპარაკოდ, რომელიც გარანტირებულად მეკუთვნის და მე არ დავიწყებ თავის მტვევას იმაზე, მე რაც გარანტირებულად მეკუთვნის, როგორ მივიღო. ხვალამდე ველოდებით პასუხს ამ ხელფასებთან დაკავშირებით და მოგმართავთ ყველას, ვისაც ეს ხელფასი არ დაგრიცხათ, ხელი გაქვს მოწელი, არ აქვს მოწელი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას გელოდებით საპროტესტო კარავთან, ვიყოთ ფხიზლად, თქვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს, მივიქნებით ამის იმედად. ყველამ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი წილი აგური, ყველამ დადოთ ამ საქმეში. დღესვე მაღაროელებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ასახულია მაღაროელების კუთვნილი ულუფა, რომელიც არ მოიცავს მათი ორგანიზმისთვის აუცილებელ რძის პროდუქტებს. ეს გახლავთ მაღაროელის ულუფა, მეგობრებო, ყველამ როიცოდეთ, 8 საათი მაღაროელმა 8 საათის განმავლობაში უნდა მიირთვას ეს ულუფა და რა არის მენიუში ხედავთ. გადავამოწმეთ წონითაც 233 გრამი გახლავთ პური, 207 გრამი გახლავთ ხედავთ ალბათ 2 ღერი თევზი და ციციბურა 207 გრამი საერთო ჯამში. ამის წონა და 62 გრამი საწედელი. და რა თქმა უნდა 1 ლიტრი წყალი. ნახევარლიტრიანი. ანუ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მაღაროელს ყოველდღიურ რეჟიმში ეძლეოდა ოდითგანვე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უნდა მიეცეს რძის პროდუქტი, მაწონი, არაჟანი და ასე შემდეგ, რადგან მანგანუმით დაბინძურებული ფილტვები უნდა და ორგანიზმი უნდა გაიწმინდოს და ნაცვლად ამისა შეფასება თქვენთვის მომინდია, რაც ეძლევა ეხლა მაღაროელს და რამდენად კალორიულია და რამდენად შესაძლებელია ეს, რომ 8 საათის განმავლობაში მომუშავე მაღაროელმა, რომელსაც მინიმუმ გაუორმაგდა სამუშაო საქმე, რამდენად არის ეს შესაძლებელი, რომ მაღაროელმა აიმით იშრომოს, შეფასება მომინდია თქვენთვის. ცნობისთვის უწყვეტი პროტესტის 132 და შიმშილობის 21 დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. 3 მათგანს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. მაღაროელები მოითხოვენ სამართლიან პირობებში ცხოვრებასა და მუშაობას. მათი მთავარი მოთხოვნაა ასევე 29 აპრილს დაკავებული თანამებრძოლების მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგო გველესიანის და არჩილ ჭუმბურიძის გათავისუფლება.